სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვაზირაშვილი პროგრამა პატრიოტი 2011-ის ახლად არჩეულ ლიდერებს შეხვდა. ლიდერები რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე შეიჩნენ. შეხვედრაზე მინისტრმა პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე, საერთაშორისო ბანაკში მონაწილეთა შერჩევის პრინციპებსა და ლიდერობის როლზე ისაუბრა. ევროპული სტანდარტების პატრიოტთა ბანაკი წელს ანაკლიაში მოეწყო, აშენდა აკვაპარკი, ტრასები, ველოსიპედისტებისთვის და სკეიტბორდისტების. ასევე მოეწყო ინფრასტრუქტურაც. ბანაკს საერთაშორისო სტატუსიც მიენიჭა. ბანაკი ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე მსოფლიოს 68 ქვეყნიდან უმასპინძლებს. პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებისთვის კვოტა დაწესდა სპეციალურად მათთვის ქართული ენის შემსწავლელი პროგრამაც მიუზარდა. 25 მაისს ანაკლიის საერთაშორისო ბანაკი მონაწილეთა პირველ ნაკადს მიიღებს. პროგრამა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. გადავწყვიტეთ პრეზიდენტის ინიციატივა იყოს, რომ ჩვენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება მასშტაბურად ჩაგვერთვებინ, მათი რაოდენობა დაახლოებით 2000-მდე იქნება და ასევე განათლების სამინისტროს დახმარებით სპეციალური პედაგოგები იქნებიან მოვლენებული. მე ვფიქრობ, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ბანაკში არ არის სამხედრო ინტერესი როგორც საქართველოში ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში და არის მე ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს კიდევ ერთხელ ჩვენ დამეგობრებას სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, რომ პირველად მივთვალ ამ წელს ეს პატრიოტებში და ეს ჩემთვის ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო არის